ბავშვით მივდივარ ხალხებო. ესე იგი ჯედი ლამშვიდობის. ვარ თუ რა საშინლად ცხელა. საშინლად ცხელა. აიმი ეს ნახეთ ეს საწოლი ავავსე ბავშვი სადმე ჩაეტიოს არ ვიცი მოდი შენ ხალათში ჩაწექი აიმი ძალიან ბევრი საქმე მაქვს დღეს საკმაოდ რომაც საქმე ახლა დაჭიქი აქ ვაჭა მე ვასვი დაბლაც მყავდა რაღაცა და აი ესე რომ მოიწყებს ხოლმე ძილი რომ უნდა დამდეს როგორც პატარა ბავშვი ავიყვანო და მოვიკანი აქ დაჭიქი თავისი ხალათი აქვს თავისი რა ხო იცით რომელი ხალათი მწვანე ჩახტები კაი წადი და მოდი მე აუ მე 2 წუთი აქ დავჭდები რა თორე საშინად ცხელა და წეღანა იქ ჩამეპარა მომიყარა მიწამ ბატმა გუშინდელი დალაგებულზე მიწა დამიყარა ცოტანიავია და აქ დავჭდები და ამოვისუნთქებ რა 2 წუთი ნეირად აქ სკამი არ მაქვს აი რა უშორ დამცხელა აი ესე რომ დავდოთ ასე შევია არეულ სახლში დავჭდები 2 წამით ამოველია სალაგებელად დღეს მე და ნანი უნდა გავაკეთოთ კამპოტი არ ჩაჯდე მაგაში მოდი ვიჟა დედასი აქ მოდი რა არ ჩაჯდე გუშინ იქიდან რომ მოველთ თბილისიდან მოვიყოლეთ ატამი ბევრი არა იმიტომ რომ ბანკებიც აღარ მაქვს ყველაფერი კამპოტი გავაკეთე რაც შეიძლებოდა დედასი მოლამაზი მოდი ჩემთან რა მან დარჩაჯდე ხომ და მოგაუ ახლიდან გუშინდელი დალაგები და ჯექი აქ და გოდი და დაიძინე გადაგიყვანე შენ ხალათში ხო და პატალა ხალბი ლაითინე წუხა გეციტი ხდა ჩატანდა იმი ხვალ წაიყვანენ შავ ნაბადაზე მონასტერში მოკლედ მეფესავით აცხოვრებენ მიხარია რომ მაგაზე კაი პატრონს ვერ ჩავაბარებდი ჩემს კუნდებს ერთი მიყავთ რა თქმა უნდა მამალი აი მე ხო და ატამი უნდა გავაკეთოთ და ტყემალი ატამი და ტყემალი ოღონდ ახლა ფიქრობ ორივეს ერთად ვერ დავდგავ იმიტომ რომ ერთი და იგივე ქვაფში უნდა გავაკეთო ჯერ დავდგავ ატამს უჯრაში არ ჩახვიდე სინამდვილეში გარეთ ეხა რო გითხრათ ან მზეა რაღაცა ნუ არის რუბელი და მზე მაგრამ სიგრილეც მოაქვს უბრალოდ მე არ ვყოფნის სათამაშოს იონე შორტის ზარით შნურები ჩამოწევ აი ვეღარ ვძლებ ხალხმა აი გაუსაძლისია სიცხე ჩემთვის უკვე გოში მაგალითად ვიყავი დაბადების დღეს და გარეთ რო თქვეს რომ ანუ შეგვცვიდებაო და რაღაცა და შიგნით დავსხედით მე რამდენჯერმე ჩემ უბრალოდ გამოვედი გარეთ რა და აი სიგრილე არციო და რა თქმა უნდა მაგრამ ჩემთვის იყო მინიმალური სიგრილე აი რო შედან ჩაულები დამბობე რა კაი აი გრილ რა კარგა აგრილდა ან ვიყურები ხალხს დაგრილდა არ მახსოვს ივანეზე და ნინოზეც მასე იყო იმიტომ რომ ოქტომბრისები არიან და ეს პერიოდი გავიარე რა სიცხე და კი მცხელოდა მახსოვს რომ კარგად მაგრამ
აი ეხლა უკვე ის ბოლო ერთი კვირა. აი ხა არ არის მზე და სიგრილა. მაგრამ აი შეიძლება და გავიხდი ყველაფერს, მაინც არ მიშველის. აი ცოტა მშველის. მოდნა. ვენტილატორი კი მაქვს, მაგრამ ხო იცით არა უხმარობ მაგას. ეგ ჩავთა საკმარისია, ჩავთები გავციდები, იმიტომ ეხა ეგ სარეცხით მიყრია ეგ დაბლეროყრი, აი ეს, თეთრეული. ეხა ეგ უნდა შევყარო. წყალი არ გვაქვს, ანუ არ მოდის, მაგრამ რა აზრი აქვს, რომ მოდის, მაინც ერთხელ შევყრი და სანამ მეორე შევყრი არ არის და რაღაცა იმას ვიშოვი რა ქვია, უბრალოდ ვიხმარ, იქნებ ხოლმე მოვიდეს და ბაკს ავავსებ, კაი, ვიხმარ ბაკის წყალს. ოღონდ ვილოცო რომ მოვიდეს წყალი. მერე. წუხელ ვიცინე ერთ-ერთი ადამიანი წერს მარტყოფის ჯგუფში პოსტს. რომ დასვენებლად ჩამოვედიო, ჩამოვიყვანე შვილიშვილებიო და ხალხო ხო მშვიდობა გაქვთ წყალი არ არისო, ის არ არისო, არა და 4 საათიანი წყალიო. სოჩიკებიაო, ან ჩართანო, ან წყალი სად არისო, არ ვიციო რა, არ ვიცი, ხალი იყო გაგიჟებულიო, მომეცითო ნომერიო, რომ დაურეკო, თორე სხვა ზომებს მიმართავ უკეო და კომენტარებში რას ვწერდნენ. ეგრევე სხვა ზომებს მიმართავ. ნომერზე აზრი არა. სულაც პირადად რომ იმასთან გახვიდე, რა ვიცი, ჩვენ გამგებელთან თუ რაც არის თუ გადამის გამგებელთან თუ რავი, ყველას რო დარეკო. პრეზიდენტთანაც რო დარეკო, ბიზნესთანაც. გეტყვი ეგ საღამოს მოვაწყალია. ეიდე ხელოდე შებოთლებით წყალს. ხო და ანუ ხალხი ეუბნებოდა რომ დარეკო საძრი არა პირდაპირ სხვა ზომებს მიმართ იქნება, მაგრამ რამე გვეშველოს ხო და რა უნდა გვეშველოს ხალხო. ხო გეუბნებთ საათ ნახევარი ზედიზედ წყალი არ მოსულა. უკვე რამდენი ხანია. ყოველ მეორე დღეს. ну აი ხო გეუბნები რომ მგონია რომ აი სარეცხი უნდა მოვრჩე და всё. ვერ რჩები. აი დალაგებაში და იმაში. ყოველდღე ხვალაგებ ხოლმე იმ სარემონტო ოთახს, სადაც გაიშკურკება, გაიშპაკლება რაღაცა, იქ მიდგა დაბლა ჟოლაბის ქვეშ ბოჭკა. რომელიც ძალიან წყრიალა წყლით ივსება, მართლა წყრიალა წყალია წვიმის. ხო და თან მოძრაობაც არ მიწევს წყლამდე რა და მაგით ვალაგებ ხოლმე კიდე კაი, ანუ იცი რა ხელა შეღავათია ეგ წყალი, რომ აი ეს შავ საქმეებისთვის ხმარობ ძალიან. ეხლა ცოტა უნდა შემოვგრილდე. დავრეცხე ნასკები ეხლა და რაშას თეთრი ნასკები და სანანი მწამართვა, რომ ჯერ ზეღარ მემართვებ და არ მივეც. ხო და ეხლა წამართვა და გამომაგდო, რომ წადიო ისაო, მე გავავალებო და ამოველი აქ. ეხლა მეებს მივალაგებ ცოტა წავალ და ატამს გადავდგავთ, დავჭრით. სანამ მოიხუფება, აი ცოტა გავაუთოვებ. აქ ვარ, მოდი. პატარა ცხენი მყავს ახში ხალხი. მოდი, დედი, აქ ვარ. რა მოგივიდა? მოდი აქ, მოდი. მე მაშინ გენაცვალი მაგლასუნი. მოდი, დე. აბა მითხარი მენ გაგაბრაზა. ეს ხელში ვერ მეყოლები. საქმეა. და ზოგადად საქმეც რო არ მქონდეს ვერ მეყოლები. ხა დიდი ბიჭი გაიზარდე. ხვალე რომ იმ ფუმფულას წაიყვანენ მონასტერში. შენ უნდა გაბრძანდე გარეთ. შენ დიდი ბიჭი ხარ, გაიზარდე აქ, რადგან აქ უნდა გაცხოვრებო. დედი კატა ხარ, ბავშვი არა ხარ. მე ჩემი წკრიალა. თიმით კიალა. არა წევს ხარ მოსაწოლში, რა უნდა მოსაწოლში. ხანდახან დილაობით მოდის გაგოღვიძებს ხოლმე თორე. თავისი ხალათი აქვს, თავისი კუთხი აქვს. ხო ჩემო. უბრალოდ ღამე ის რომ დედასთან იწნევენ ის პატარები ისევ. ეს მეწოდება, თორე გარეთ აღარ გადი, ანუ არც აქ ვცდელობა რომ ესოს გარეთ გავიდეს, მიხვდა თავის ტერიტორიას. ისინაც. მოდი აქ. არ შეხვიდე, ბატონო. ეგ გაბრიელის ადგილია.
კუტუმა. კუტუმა. აი რო ვაჩერებ თუ არა, ნუ ზოგადად ამას ეგისა აქვს. ეგრევე წამოიღებს ხოლმე სიცხეს. ერთი კაცი მინდა რომ ესე მინიაოს. ხო, დღეს ის უნდა გადამეგზავნა და წყანარის პასუხები მოვიდა. ჩვეულებრივი პასუხები, როგორც აქამდე მოდიოდა, არაფერი ცდომილება აქეთ-იქით. ხოდა იქით უნდა გადავგზავნო და მოვიწყდა. ეხოზე ვაიმე ხარ, როდის მოვახვალი, არა, ზეგინდელი დღე. გუში როგორ ჩხუბობდა, ჩემი ექიმი. რა გავაკეთო ახლა, რა გავაკეთო? ეხო რო არა, ხელფეხი მაქვს შეკრული, ხალმა მაგით უნდა იხემძღვანელოს და ახლა ევექსში იმ კონკრეტული ადამიანის გარდა არავინ არ იყო იმ გუშინდელ დღეს. იყო, მაგრამ სამიანოს არ იღებდნენ. ვერ იღებდნენ. პასუხისმგებლობას არ იღებდნენ. და ტატიშვილია ის გოგო, ვინც იღებს ხოლმე და ძირითადად მაგასთან ხვდები ხოლმე. და არ იყო. დედამის ცუდად გახდა თუ რაღაცა რა და ხა ადამიანია კაცო, ხო უნდა ვისაკდას და ამიტომ ვინც მივედით იმ გოგოს გარდა კი იყვნენ, მაგრამ უთხრა მაინც რო უთხრა მეთქი გადაგვიღონი მეთქი რა. ეხლა მე კიდე ჯანდაბა საიმარტყოფში ვარ და 9 საათში შემიძლია მივიდე კლინიკაში 40 წუთში რა, ანუ 1 საათს არ მინდა. თიანეთიდან იყო გოგო ჩამოსული სპეციალურად მაგისთვის. არა, ურასთან ხარ გაგიშვებთ მაგათთან. თავის თავს რო არ ინდობიან, აი მაგათთან მე გაგიშვებს თქვენაო? ხალი გაგიჟებული. ხელს დამიღა ლამოდენა ქნევით რა. გაგიღო კარი? მოდივარ დაიცა. დებილო. ჰა? შენთან არის? წამოდი. მოფერე, დადი ბარბარესთან, მიდი. არა, სუფთა. ეგ პუდრი არის. არ არის ის. მიდი ადი ჩემო ლამაზო. ბარბარე არ გიშვებს მაღლა? რა სიძახი? მოდი ჩემო პატარა. ვინ არა გიშვა? ადი ერთი რა უფლება აქვს, მიდი. ბარბარე რატო ჩააგდე? ბავშვი არის. პატარა ბავშვი დაიძინე დედი ბაბალესთან. თან წიგს წაიკითხავს, თან დაიძინე. დაუკითხე ხმამა, არ ჩამოაგდო, გაუშვი. დაიცა უნდა თავაძინო ბავშვი. აი მე უკვე გადომადა. დასაბანია. არ არის გოგო წკრიალა ბავშვია. აი მე. დიდი გადმოგაგდო რა სოხალე ულვაშე ვიდახე გორაკ. ეს ნინოს საწოლია. ნინოს მატრასი. წადი გაგიღებ მაშინა გადი გაპროციალდი. შემპეწეწინა. მიდი. აბა გახვალ. წადი. ეხლა უნდა რომ მე გავიდე კიდე. აჰა, შემოვიდა ისევ. მე ვერ გამოვალ, არა მცალი. წამოდი ავალაგოთ, კაი. მოდი. ეძინებე ხა და ბატივით დაბოდიალობს. ესე დამდევს. წავედი ხარ ხონდა გემშვიდობები თავალაგო ეხა საწოლები. ზოგადად მივალაგო აქავრობა. ხო და რა შემოგიერთდებით ალბათ კიდე რა. ახლა დღეში აქავრო. მოდი ჩემ. აბა ჰე, მაგრად იყავით. კაი, გამოდი ყვავილებიდან აქეთ. ეხა ვიღაცას მოხვდება. აი მე გუშინი რო ვიყავი იქა. მოითრია კათოლი გაგამწარე. იქ ეკასლაშეს მეგობარს. ბარაქის ხე, აი მე რო ბარაქის ხე მაქვს 5 იმხელა. სიგანე სიგრძეში და რაღაცაში და იდო ერთი ბეწო ქოთანში და იცი რა ლამაზი იყო ხო და გადავწყვეტე ჩემი ბარაქის ხე გადავიტანო პატარა ქოთანში, ძალიან პატარაში.
თქვენ იცნობთ ამ ლამაზ ბიჭს? ამას ქვია რიჟა. და იცი რა კარგად ესმის სახელი? იცი რა ლამაზ ბავშვი არის ლაივში? ერთი ბეწოკია, მაგრამ კაკი ბავშვია. ვაიმე ძალიან ტკილია. დღეს ბანაობა უწევს. კაი მობრუნდი. ან ჩახტი. აბა ჰე თქვენიცით, მაგრად.